ერთიანი ეროვნული გამოცდები შეფერხებების გარეშე დაიწყო კახეთში. საგამოცდო ცენტრი თელავის მერვე საჯარო სკოლაშია გახსნილი. შენობა აღჭურვილია კონდიციონირების სისტემით და ყველა საჭირო ინვენტარით. ადგილზე დილიდან მობილიზებული იყო საპატრულო, სახანძრო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. აბიტურიენტების განმარტებით დღევანდელ დღეს მღელვარება ახლდა, თუმცა იმედიანად იყვნენ განწყობილნი. ეროვნული გამოცდები საკმაოდ ამაღევლებლად დაიწყო. ეს არის ერთგვარი შეჯამება, ესე ვთქვათ, მთელი სკოლის პერიოდში მიღებული განათლების და შესაბამისად ვთვლი, რომ საკმაოდ წარმატებით ჩაილვის ასევე და ასევე მინდა დამატებით წარმატებები უსურვო თითოეულ აბიტურიენტს. ვფიქრობ, რომ ისევე როგორც ნებისმიერ წელს არ იქნება რთული, არ იქნება ასევე მასალის შეცვლილი, ხოლო რაც შეეხება ასევე რედაქტორებას და თითოეულ აქტივობას, ვფიქრობ, რომ საკმაოდ მარტივად გავართმევ თავს. მარტივი იყო, ყველაფერი ვიცოდი და მგონი რომ კარგად დავწერე. თემაზე ვნერვიულობდი, ცოტა მეგონა დროში ვერ ჩავეტეოდი, მაგრამ მოვახერხე ეგეც. მე თელავში ვაპარებ, მინდა ქართულ ფილოლოგიაზე და იმედი მაქვს, რომ მაღალ ქულას ავიღებ. ინგლისური ფილოლოგიაზე მინდა ჩაბარება, ზუსტად არ ვიცი ხა სად მოვხდები და არც ისეთი რთული იყო, რა ვიცი, საშუალო სირთულის იყო და იმედი მაქვს კარგად დავწერე. უცხოენებზე ან ტურიზმზე მაქვს არჩეულ ჩაბარების და არ იყო რთული. უბრალოდ თავარია გრამატიკა იცოდე რა და რომ გამართო წინა და დანარჩენი არაფერი არ იყო რთული. ძალიან ადვილი იყო, არჩევანი ქონდა ვებხის წყალსან შორის საპროგრამო და ერთი იყო არასაპროგრამო. მე ამჟამად არასაპროგრამო დავწერე, უფრო მიადვილი.